საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს მთავარი აჭარაში გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით ვიყვებით ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებზე. მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. ქართული ოცნება უცხოური დაფინანსების შემზღუდავ კანონებს კიდევ უფრო ამკაცრებს და აცხადებს, რომ მიზანი აქამდე მიღებული კანონების გვერდის ავლის გზების ამოქოლვა ქვეყნის რევოლუციის განდასაცავად, რა გამოხმაურება მოყვა ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ და რას პასუხობს კრიტიკას მმართველი გუნდი. რას უპირისპირებს ოპოზიცია ხელისუფლების საკანონმდებლო შეტევას, ვის მოსწონს, არ მოსწონს და რას ცვლის მმართველი გუნდის ინიციატივით დაბრუნებული დებატების ფორმატი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ნიშნავს თუ არა ეს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გახსნის შესაძლებლობას. რატომ იქცა ოპოზიციური ერთობის იდეა გადაუჭრელ თავსატეხად, არის თუ არა გაერთიანება ერთადერთი გზა გადარჩენისთვის, ოპოზიციური კრიზისის ანატომია რეგიონულ ჭრილში და ქვეყნის პოლიტიკური მოცემულობა რეალურ დროში, მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. გუშინ 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო პარტნიორებისგან კიდევ ერთი მკაფიო მოწოდება მიიღო. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ფლაერტი პარლამენტს მოუწოდებს უარი თქვას გრანტების შესახებ კანონის გამკაცრებაზე, რასაც ის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ ნაბიჯად აფასებს. კომისრის თქმით, ეს ცვლილებები არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის გაერთიანების თავისუფლებას, თუმცა სტრასბურგიდან გაჟღერებულ კრიტიკას თბილისიდან ხისტი პასუხი დაუბრუნდა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ოპონენტებს დღეს ცნობილი ანდაზით პასუხობს, ძაღლიყებს ქარავანი მიდისო, მმართველი გუნდისთვის ეს არა დემოკრატიის შეზღუდვა, არამედ პოლიტიკაში უკანონო პოლიტიკური ფულის შემოსვლის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა. ჩვენ გვესმოდა და გვესმის კალბატონი კოსის და ბატონი ჰერჩინსკის განცხადებები, რომ ისინი ყველანაირ გზას ეძებენ, რათა კანონს გვერდი აუარონ და ისე შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში თანხები, რომელიც საბოლოო ჯამში პოლიტიკურ საქმიანობას მოხმარდება. 30 წელს დაახლოებით 30 წელია, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონიდან გამომდინარე აკრძალულია პოლიტიკური პარტიის დაფინანსება უცხოეთიდან, რადგან მას მოყვება გავლენა და უცხოური გავლენას არ აქვს ადგილი საქართველოს პოლიტიკაში, მაგრამ გვერდის ავლის მექანიზმები კვლავ არსებობს და ხედავთ, რომ სხვადასხვა პირები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებში გაერთიანებული პირები, პირდაპირ პოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებულები და შესაბამისად მათაც უნდა დასჭირდეთ მთავრობის თანხმობა და თანხმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა მიღებულ გრანტს და გასაცემ გრანტს არ იქნება არავითარი რისკი საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის კუთხით. დარჩენი აბსოლუტური დეზინფორმაციები ვრცელდებოდა და ვრცელდება, მაგალითად იმიგრანტებთან დაკავშირებით, მაგალითად IT სპეციალისტებთან, სპორტულ კლუბებთან ან ფან-კლუბებთან დაკავშირებით, თქოს ეს ამ პირებისთვის თანხების გადარიცხვა გრანტად იქნება იდენტიფიცირებული, არის აბსოლუტური ტყუილი, მარტივად გვაქვს საქმე. თუ თანხა მიმართულია პოლიტიკური აქტივობის დასაფინანსებლად და საქმიანობის განსახორციელებად, ეს არის გრანტი და სჭირდება მთავრობის თანხმობა. და ის, რომ მაგალითად იმიგრანტი საკუთარ ოჯახის წევრს ახალგაზრდობა მისდით თანხას ურიცხავს, ეს არ არის გრანტი და არ დასჭირდება თანხმობა და არავინ არ უგზავნოს არავითარ შემთხვევაში, რომ თანხების თავისხოს ამ კუთხის ახალგაზრდობა მისდით. იგივე არის ფან-კლუბებთან დაკავშირებით, თუ რომელიმე უცხოური კლუბი გადაწყვეტს, რომ რაიმე შეღავათი გაუწიოს საქართველოს მოქმედი ფან-კლუბის წევრს, ესეც არ ჩაითვლება გრანტად, იმიტომ რომ მთავარი ნაწილი არის, რომ უნდა იყოს ეს თანხები და მატერიალურ-ტექნიკური სიკეთეები გადაცემული პოლიტიკური აქტივობისთვის, პოლიტიკური საქმიანობისთვის და რადგანაც გრანტის მიცემი არ აძლევს თანხას პოლიტიკური აქტივობისთვის პირს, ეს არ არის გრანტი და არც ის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ იწვევს თანხების გარეშე მისი გაცემა მიღება. დღეს ასევე მოვისმინეთ კრიტიკული შეფასებები ოცნების ოპონენტი პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ეს არის მოქალაქეთა პოლიტიკური თავისუფლებისთვის დამანგრეველი საკანონმდებლო ცვლილება. როგორც ისინი განმარტავენ, დღეს
დღესვე მათ განმარტეს საკუთარ განცხადებაში იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილება შეუთავსებელია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან ცენტრის პოლიტიკური გამოხატვის ცენტრის შეფასებით დაგეგმილი ცვლილებები მიუთითებს ქვეყანაში პოლიტიკური გამოხატვის ტოტალური კონტროლის სურვილზე. ლელო ძლიერი საქართველოს წევრის გიორგი სიორიძის შეფასებით კი გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები თავის შინაარსით უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ეგრეთ წოდებული რუსული კანონი. ცვლილებების მიღების შემდეგ მკაცრდება წესები უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე, ჩნდება პატიმრობის რისკი, ცვლილება ითვალისწინებს გარე ლობიზმის კრიმინალიზაციას, პარტიის წევრობა ეკრძალებათ უცხოეთის აგენტებად მიჩნეულ ორგანიზაციაში დასაქმებულებს. სანქცია წესდება კომპანიებისთვის საჯარო პოლიტიკურ აქტივობაზე უკვე გამკაცრებული სხვა კანონით, ტროტუარზე პროტესტისთვის სასამართლომ ამ დრომდე 10 შემთხვევაში გამოიტანა გადაწყვეტილება ყველა დემონსტრანტის სასამართლომ სამართალდამხვევად ცნო, თუმცა 5 შემთხვევაში გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობის მუხლი, დანარჩენების მიმართ კი მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. სახალხო დამცველის განცხადებით ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი. მსგავს საკანონმდებლო გადაწყვეტილებების გარდა დღეს ქართული პოლიტიკური ცხოვრების ასევე ერთ-ერთ ყველაზე რთული და მრავალშრიან საკითხზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის ოპოზიციური ერთობის იდეა, რომელიც წლებია მომრჩევლისთვის იმედად, პოლიტიკოსებისთვის კი გადაუჭრელ თავსატეხად რჩება. ბოლო დღეებში ეს თემა კვლავ დღის წესრიგში მოიქცა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 22 იანვარს გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელმაც ერთობის აუცილებლობას თითქმის აქსიომური ხასიათი შესძინა. სააკაშვილმა ამავე დღეს კრიტიკულად მოიხსენია ისინი, ვინც ნაციონალური მოძრაობის დაბალი რეიტინგით ხარობს, ის შეეხო ოპოზიციის მთავარ დილემას, როგორ შეიქმნა საერთო ფრონტი, ისე რომ პატარა თუ ახალმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა არ დაკარგონ საკუთარი იდენტობა ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ ძალასთან შერწყმის დროს. არის თუ არა ერთობა ოპოზიციისთვის და ზოგადად ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის გამოსავალი და ზოგადად სარდარაში ხედავენ პოლიტიკური პარტიები ამ კრიზისული სიტუაციის დაძლევის გზას, მაშინ როცა ხელისუფლება მათ საკუთარ რიტორიკასა და სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებას უპირისპირებს. ამაზე ვისაუბრებთ სტუდიის სტუმრებთან ერთად. ბონდო თედორაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ვაჟა-დარჩია ძლიერი საქართველო ლელოს წარმომადგენელი და ბათუმის საკრებულოს წევრი და კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი მამუკა ქობულაძე არიან ჩვენთან ერთად ამ თემებზე სასაუბროდ სტუდიაში. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა ყველა თქვენგანს იმისთვის, რომ ხართ გადაცემის სტუმრები. ბონდო, თქვენგან დავიწყებ მაინც საუბარს იმასთან დაკავშირებით, რაზეც გადაცემის დასაწყისშივე თქვით, ხომ, გრანტების შესახებ კანონი და ამ კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებული განცხადებები და კრიტიკული შეფასებები, რომელიც არა მარტო საქართველოს გვესმის, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედანაც მოდის ამ დღეების განმავლობაში. რას ცვლის ეს ერთი მხრივ სამოქალაქო და ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის კუთხით და მეორე მხრივ რამდენად ზღუდავს პოლიტიკურ ცხოვრებას ქვეყანაში მსგავსი კანონების მიღება თქვენი შეფასებით. მოგესალმებით, მივასალმები მაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. მოკლედ, უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ამ კონკრეტულ დღემდე ასე უცბად არ მოვსულვართ რა. პირველ რიგში საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მთელი ეს 13 წლიანი მმართველობა ამბობდნენ, ხო, ანაკონდა სტილში მმართველობა უყვარს ობიძინა ივანიშვილსო და ასე ნელ-ნელა და მოვიდა დღევანდელი დღე, მაშინ როცა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფსკულში გადაიჩეხა უკვე ჩვენი ქვეყანა, აქ არავით არ შეფასება, რომ პრორუსული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რუსულ ორბიტასაც კი გაცდა რუსული პოლიტიკის სიყვარულში ქართული ოცნება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და დღეს ისეთი კანონები მოქმედებს ჩვენ ქვეყანაში და ისეთი კანონების მიღებას აპირებენ გვეუბნებიან, თვითონ რუსეთში და ბელარუსში გვეუბნებიან, რომ ჩვენ რომ ამ კანონები თუ არ დავიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს, ხო, ნუ ქვეყნის სახელით საუბრობენ, ამ შემთხვევაში ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ თუ არ დავიცავთ ჩვენ სუვერენიტეტს ამ კანონებით პოლიტიკური გარეშე, რა ვიცი, არეულობის მიზნით თანხების მიმოქცევას და ასე შემდეგ, მაშინ
ქვეყანამ შეიძლება დაკარგოსო ის ღირებული, რაც აქვსო მშვიდობა პირველ რიგში. ბატონ ლაშა, თქვენივე შეკითხვა პასუხობს იმას, რაც უნდა ვთქვა, აბა სხვა რა არის დიქტატურა, ხო? აი ეს არის ზუსტად დიქტატურა, რომ ყველაფერი შენ გინდა რომ ფურცელზე გადაიტანო და მოარგო საკუთარ თავს, იმიტომ რომ შეინარჩუნო ხელისუფლება ეგრეთ წოდებული თითქოს და რაღაც კანონის მიღების გზით. ეს არის დიქტატურა, რომ შენ არ უნდა ისუნთქო ნორმალურად და ისუნთქვა ჩემზე უნდა იყოს დამოკიდებული და ასე შემდეგ. მოკლედ შეფასება მარტივია. რუსულ კანონზე 100-ჯერ უფრო დემოკრატიის დამანგრეველი კანონის მიღებას აპირებენ და მარტივად რო ვთქვათ, აი ჩვენ ყველაზე გასაგებ ენაზე რა, აი მაგალითად აქციისთვის ვიღაცას მოუნდა ლობიანების მიტანა, რომელიმე ინდმეწარმეს დაუშვათ, რომელიც აწყობს ლობიანებს და უნდა რომ იქ ღამის მათევარებს და რაღაც ამის უფლებაა ეგრძალება ადამიანებს. ანუ საქმოსან ადამიანებს დაუშვათ ინდმეწარმეებს, ვიღაცებს, ვისაც ან ემიგრანტებს ჩვენს, ვისაც უნდათ რომ რაღაცა ან შეიცვალოს, ან სიმპათია გამოხატოს ვიღაცის მიმართ, პირდაპირ პოლიტიკაში ჩარევის მუხლით დაეწერება ჯარიმები და შემდეგ აღიძვრება მათ მიმართ თავის სამართლის საქმეები. თავის ბრიფინგზე, თავის ჟურნალისტებთან საუბრის დროს განმარტავდა რა შემთხვევაში შეიძლება არ შეეხოს და მოარული ხმები ამ და იმ მიმართულებით რაღაცა ამ კანონის შემზღუდავ ძალაზე არისო ასე ამბობდნენ რუსულ კანონზეც, რა მოხდაო მხოლოდ ესო აგენტიო ცუდი სიტყვა არ არისო, ხო? იქ მოყავდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებები და ასე შემდეგ და რა მოხდაო კაცო, რეგისტრაციას თუ ვითხოვთო, ბაზაში დარეგისტრირებაო, რა პრობლემაო, ესო თითიდან გამოწოვილი ის არისო პროტესტი, სადაც 9 მილიონი ქართველი გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ ეხლა აი ეს ზუსტად ეს არის გაგრძელება. დაგიბრუნდებით სხვა თემებით, ვაჟა, მანამ თქვენ უნდა გკითხოთ იგივე თქვენი პარტიის წევრი ასევე დღეს გამორჩეულად თქვა, რომ ეს კანონიო თავის სულის კვეთებითო არისო ბევრად მძიმე, ვიდრე ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, რომელიც გასულ წელს გახდა ძალიან დიდი პროტესტის მიზეზი, ხო, ქვეყანაში და არა მარტო პროტესტის, არა მარტო ქვეყნის შიგნით ასევე. რა მექანიზმი რჩება და ეს კანონი არ არის ხო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შეიძლება საბოლოო ჯამში განხორციელდეს, არ არის გამონაკლისი ხო ბევრი მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები ნახეთ ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში. რა მექანიზმი რჩება სამოქალაქო საზოგადოებას, არ ვიცი, ოპოზიციას ნებისმიერი მიმართულებით იმისათვის, რომ შეჩერდეს და უშუალოდ თუნდაც საერთაშორისო მექანიზმების ჩართულობით, პარტნიორების ჩართულობით მსგავსი კანონმდებლობების მიღება. მოგესალმებით ლაშა, მადლობა შესაძლებლობისთვის. ხო, ძალიან ბოლო პერიოდში ქართული ოცნება მაქსიმალურად გადავიდა ხო ყველა ზღვარს და ეხა დემოკრატიის ინდექსიო წეგან ახსენე ხო დემოკრატიის ხარისხის გაუარესება რა. დემოკრატიის ხარისხი ამ ქვეყანაში კარგახანია ერთ-ერთი ინდექსით მაგვიმართულებიცა თუნდაც რომ ვნახოთ ხო Freedom House-ი რასაც წერს ყოველთვის უკან ვართ მაგვიმართულებით და არანაირი პროგრესი მაგვიმართულებით რომ თითქოს დემოკრატია რაღაცა მნიშვნელოვანი და ღირებულებითია ქართული ოცნებისთვის რა თქმა უნდა ეს ეგრე არ არის იმიტომ რომ ამას ძალიან ბევრჯერ უპასუხა მათ შორის ის კანონები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რაც მიიღო თუნდაც რუსული კანონი და ეს გაგრძელება ამას ჩვენ ვეძახით რუსული კანონის გაგრძელებას ხო ის კანონი თავის დროზე როცა მიიღო იმ ფორმით თუ უნდა მიიღება თითქოს თავიდან უნდა შეხებოდა გრანტების კანონს თუმცა გრანტების კანონი მაქსიმალურად ეხლა შეზღუდა და მაშინ რუსული კანონით ის რაღაცა ხვრელები თითქოს წინასწარ ამოუდა ხო ამ ხვრელების ამოვსებას როგორც არანაირი ხვრელი რეალურად იქ არ იყო იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე გამჭვირვალე სივრცე რეალურად იყო არასამთავრობო სექტორი ნებისმიერი თავისი გათვლებით მიზნებით ამოცანებით თანხებით ხარჯებით სად რა მიდიოდა ყველამ კარგად იცოდა და ის ხალხი ეხა დღეს რაღაცა ვადები რო ჩაწერეს დათვალეს ბოლოს როდის ჰქონდათ კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან როდის მუშაობდნენ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებში და 6 წელი გავიდა 7 წელი გავიდა მოდი ამის მერე ავთვალოთ როდიდანაც უკვე აგენტობა და არ მოსულა ესე რომ ვთქვა თანამშრომლობა ხო ყველა
ყველა მათგანი არ იყო არასამთავრობო ორგანიზაცია კი არა, ბიძინა ივანიშვილი იძახდა გიგაურთან და სხვებთან რო არ გავიაროთ ისე როგორ მივიღებთ რამესო, ხო? ყობახიძე პაპუაშვილის სურათები ვნახეთ, ხო, წალეკა Facebook-ი და ეს არის დამოკიდებულება, ეს არის სტანდარტი და ერთადერთი მიზანი ამ ყველაფრის არის ის, რომ ის თავისუფლების კუნძულები, რაც ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში არსებობს და ძალიან ბევრი ადამიანი იმ ფორმით რის შესაძლებლობას აქვს, ესენიც კი ამოლუქონ, ეს ფორმებიც კი მოусპონ ადამიანებს, გვეუბნებიან ტროტუარზე არ დადგე, გზის გადაკეთვა დანაშაულია, ტროტუარზე დაგიჭერ, იმიტომ რომ შენ გადაადგილება შემიზღუდე, ამ დროს ტროტუარზე თუ შეგიზღუდე გადაადგილება, ესე იგი ვერ ვეტეოდი და ესე იგი სანქცირებული აქცია, მაგრამ ამ დროსაც კი კანონებსაც რაღაცნაირად თავის ნებაზე იღებენ, ხო და ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ მათ შორის შიდა დონეზე დიახ, აი უცილებლად ვიტყვი იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ რა არის, ხო, აქედან გამოსავალი არის ის, რომ უნდა შევძლოთ მაქსიმალურად ყველა დონეზე მაქსიმალურად კომუნიკაცია იმ ხალხთან, ვისაც ეს ყველაფერი არ მოსწონს და ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი და რა თქმა უნდა ყველამ ერთად ერთობლივი ძალისხმევით ადამიანები ოპოზიციას პარტნიორებთან უნდა გქონდეს ჩვენ ძალიან მაქსიმალური აუცილებლად და რატო ვერ ახდენს ოპოზიცია გარდატეხას ამ სიტუაციის, რომელშიც ახლა არის ქვეყანა. ბატონ მამუკა, თქვენთან გადმოვალდი იგივე კითხვით. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ეს კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების არ ახალია და ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციაზე დიდი კრიტიკა ხელისუფლების მხრიდან ხშირად ისმის იგივე ამ სამოქალაქო სექტორის მისამართით, ხო? ახლა ვნახეთ ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მომზადებულია, ინიცირებულია, თუმცა ეს არის გამონაკლის, ხო? ჩვენ მანამდე ვნახეთ არაერთი განცხადება, საკანონმდებლო ცვლილება და ასე შემდეგ, ბევრი მიმართულებით ბარიერები, რომელიც რეალურად სამოქალაქო სექტორს უზღუდავს თავისუფალ საქმიანობას. რატომ გახდა ხელისუფლების სამიზნე ერთის მხრივ ეს არასამთავრობო სექტორი და მეორე მხრივ ამ კანონების მუშაობის რეალური შესაძლებლობა რამდენად არსებობს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არ არის გამონაკლის, ხო, ჩვენ საუბრობდით, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი მიმართულებით გამკაცრდა კანონები და მკაცრდება ყოველდღიურად ასევე. აღსრულების ნაწილი რამდენად შესაძლებელია ამ ფონზე. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემოყურებელს, მადლობას გიხდით წელსამაში მოწვევისათვის. მოკლედ, აქ არის თავი და თავი ამოსავალი ერთი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ეს რუსეთის პირდაპირ ემისარი საქართველოში ცდილობს გააჩეროს პოლიტიკური პროცესი და მეტნაკლებად შეძლო ეს იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და რუსეთის თემაო, რომელსაც გვაყვედრიან ოცნება ამბობს. ოცნება ძალიან ბევრ ამას ამბობს, რაც თავისთავად თანასახმელია აბსურდია. აქ არ არის მხოლოდ ქართული საზოგადოების დადუმების მომენტი. ესენი გადასული არიან პირდაპირ დასავლეთის, ცივილიზებული დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობდნენ და თანამშრომლობენ დასავლურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ორგანიზაციები, რომლებიც ქართული საზოგადოების უფლებების დაცვისთვის და ასე შემდეგ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ურიცხავს ფულს. როგორ გგონიათ, იქ ვიღაცა სულელია, რომ ასულელებდეს და აქ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რაღაცა deep state-ობდნენ და სხვა ასე დამანგრეველ ზემოქმედებს აკეთებდნენ. არა, ისინი პირდაპირ ეუბნებიან დასავლეთს, შენი დედა ვატირე. ბონდო, მაპატიეთ გამონათქვამისთვის. ბონდო, ფიქრობა ხა დედის ტირობა ჩვენ ქვეყანაში არავის არ უკვის, უფრო უარესობაზე ვარ. კორექტული ვიყოთ პირდაპირ ეთერში ვარ. კარგად თქვა ერთი მისდაუნებურად თუ ნეფსიდუნებლეთ, არ ვიცი, რუსეთისკენ კი არა. რუსეთი გადაიარენ უკვე, რაღა რუსეთი? ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ავღანეთი, მონღოლეთი, ჩინგისხანი, ჯალალედინი დარჩა ვინმე ქართულ ოცნებად, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინა, არ ჩაეფურთხებინა სულში იმ ხალხისთვის. დარჩა ქართველი გმირებისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის, მისი ისტორიისთვის და რა შეაჩერებს? მოდი ამაზე ვისაუბროთ. ამას შეაჩერებს. რატომ არის დღეს უნარო, რატო აღმოჩნდა ყველა და ყველაფერი ამ რატო ვერ ზღუდავს ხელისუფლებას და უშუალოდ იგივე არ ვიცი დავიწყოთ ბონდოსგან და თქვენთანაც მოვალ უკვე ამ გამოსავალზე საუბარი რა შეიძლება იყოს, ხო, ბონდო?
ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა არ არის სახარბიელო, თავად ოპოზიციაში ოპოზიციისგან მოგვისმენია ეს შეფასება. რა მიიყვანა ერთი მხრივ ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე, ალბათ ესეც კარგად უნდა დავინახოთ, ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში უკან უნდა გადავინაცვლოთ და მეორე მხრივ დღეს ვერც სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არის კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და ვერც კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფები ვერ უწევენ წინააღმდეგობას ვერანაირ ხელისუფლებას. რაშია საქმე? ან რაშია გამოსავალი? ეხლა რა თქმა უნდა გეთანხმებით, რომ ფორმაში ოპოზიციური პარტიები და რიგი პოლიტიკოსები არ არიან. დიდი მათგანი, ბევრი მათგანი პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება და ყველას თავისუფლებას უსურვებ იგივე სინდისის პატიმრებთან ერთად და მოვეკითხავ ყველას. თუმცა საქმე რაშია? მე წეგან ვისაუბრე და ეხლაც იგივე მინდა ვთქვა ამ კუთხით, რომ ეს პროცესი არ დაწყებულა ეხლა, ეს პროცესი მომდინარეობს და ჩვენ სამწუხაროდ გვიწევს დღეს რუსეთთან, რუსულ აგენტურასთან ბრძოლა საქართველოში და რიგით მოქალაქეს ნებისმიერს რო კითხო, იმას, რასაც ეხლა რუსულ პოლიტიკის მეშვეობით საქართველოში ახორციელებენ ქართული სახელი გვარები, ამას მხოლოდ მათი თავები ვერ შეძლებდა და ჩვეულებრივად შეგვიძლია ვთქვათ, დადგება ამის მომენტი ამ ქვეყანაში სახელი გვარებით დაფიქსირდება და სახელი გვარით ეწოდინება ყველას რომ რომელ კაბინეტებში რუსული კგბ სამსახურები რა ნარატივებს და რა დეზინფორმაციას, რა პროპაგანდას ავრცელებს, რასაც მე ეს ქართული სახელი გვარები მათი პირით აჟღერებენ, ხო? აი ოპოზიციის დღევანდელობა მოიტანა პირველ რიგში ერთმანეთისადმი უპატივცემულობამ ხშირ შემთხვევაში და უნდობლობამ. ეხლა მაგალითად შიდა განადგურების რაღაც ჩიხში გადაჭეხვის რეჟიმი ჩართო ჩიხში ოპოზიციამ ამ ლაშა რა არის იცი ყველაფერთან მოდი უცებ მაშინ მეორენაირად გეტყვი ამ დიქტატურაში ცხოვრობს ეს ოპოზიციაც გესმის და ყველას აბსოლუტურად თუმცა ყოველთვის არის ყოფილი მდგომარეობა მაგრამ მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას აი ეხლა უნდა ვთქვა ნაბიჯ დიდი ნაწილი ემიჯნებოდა ნაბიჯ საიდან მოვიდა მეთქი მაგას ვამბობ რა აი ეხლა ამ დიქტატურაში ცხოვრობს ეს ოპოზიციური პარტიებიც და მათ შორის პოლიტიკოსებიც, ვინც წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიებს, ხო და ზუსტად ამ მეთოდებით ებრძვის ეს ბინძური სისტემა, გესმის? ეხლა პროპაგანდის სიძლიერეზე ვიტყვი მე და ამ შემთხვევაში აქ მხოლოდ ოპოზიციური ერთობა ვერ შველის, საზოგადოებამ კარგად უნდა დაინახოს. ქობულეთში არის ერთ-ერთი მაღალი დასახლების სოფელი სამება, ზედა სამება, ასე ქვია, სადაც ეკლესია აშენდა წინა ხელისუფლების დროს და ეკლესიის გახსნაზე ლევან ვარშავუმიძე იყო მიწვეული. დღეს ეკლესიის მშენებელი პიროვნების ბიზნესმენის ძმა ქართული ოცნებიდან დეპუტატია საქართველოს ქობულეთში და შეგვიძლია ვკითხოთ ნებისმიერმა ამ ადამიანს თუ ასე არ იყო. როცა ავიდა სოფელში ლევანმა თქვა რომ მე ჩვენ ხელისუფლებას რა შეგვიძლია სოფლისთვის გაკეთებაო და იყო გზა მიუვალი ძალიან ისეთი და აი გზაო სოფელსო რო გვინდაო და მეორე დღიდან დაიწყო 10-15 სანტიმეტრიანი ბეტონის საფარის, მყარი საფარის დაგება რამოდენიმე კილომეტრიანი გზა და იცი პროპაგანდამ რა დაუპირისპირა ამ ყველაფერს, ოღონდ ამას სრული სერიოზულობით ვამბობ რა. ლევან ვარშავუმიძეს და მიხეილ სააკაშვილის ამ მაღალი სოფლის ზემოთ მთაზეო ტანკების დასამალი ადგილიო და ამას ხალხი იჯერებდა ადამიანები. ანუ ხალხისთვის კი არ გააკეთესო ეს რაღაცა ჯარის გადაადგილებისთვის უნდაო ეს ყველაფერიო, გესმის და ეს პროპაგანდა მუდმივ ბრძოლაშია ჩვენთან. ჩვენ სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამის დაპირისპირების, ამის ერთადერთი გამოსავალი არის დიდი ერთობა და წაღან ვამბობდი და შევჩე ხრამში რო ვიჭრებოდე და ვაჟას და მამუკას თანაბრად კონდეს ჩემი გადარჩენის შესაძლებლობა, ხო? მე რას ვიზამე ხა წუნიაობას დავიწყებ, რომელიც დიახ, კი ბატონო. ამიტომ მაშინ ამაზე თუ გაინტერესებს პასუხი, ამის პასუხი არის ის, რომ არა ვართ ფორმაში, მე ჩემი თავი დავიწყებ პირველ რიგში საუბარს, ამას ბევრი მიზეზები აქვს, მაგრამ უმიზეზოდ აბსოლუტურად ყველამ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ვისაც გვინდა ამ ქვეყნის გადარჩენა. ამიტომ პირველ რიგში მე თვითკრიტიკული ვარ, საკუთარი პარტიისადმი ვარ კრიტიკული და მინდა რომ უფრო აქტიურად იყოს ეს ყველაფერი და აუცილებლად ასე იქნება და მით უმეტეს იმ პარტიების, რომლებიც რაღაცა წუნიაობაზე არიან გადასულები რა. აქ არ არის ეს კითხვა არ აინტერესებს საზოგადოებას, არავინ შენ აღარ გეკითხება იმას. მე მაგალითად ეხა საკუთარ თავს უფლებას ვერ მივცემ, მომწონს თუ არ მომწონს ვაჟა დარჩიე რატოზის ბათუმის საკრებულოში და
მივწე თუმცა ბევრი კრიტიკა გვესმოდა ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, მაგრამ მე რას ვამბობ, დღეს როცა ვდგავართ ჩვენ ყველა იმ ამოცანის წინაშე, რაც ერთად უნდა გავაკეთოთ, მართლა ერთად უნდა გავაკეთოთ. ბატონო. სწორედ მე არ მეგულება ბოდიში, უცებ დავამთავრებ, მე არ მეგულება ამ ქვეყნის თანამედროვეობის პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილისთან და მასშტაბის ადამიანი, რომელსაც ევროპული რეფორმებისთვის და ევროპული რელსებისთვის, ევროპული ცივილიზაციისთვის ამ ქვეყანაში იმაზე მეტი გაეკეთებინოს და ყველაზე მეტი პრეტენზია მათ შორის ოპოზიციიდანაც ისმის სამწუხაროდ სააკაშვილთან მიმართებაში, რაც ამ ბოლოს რიტორიკულად შეცვლილია. იგივე ფაქტობრივად იგივე კითხვა მექნება ცოტა სხვა ფორმულირებით თქვენთანაც, რომ აი ოპოზიციის ღევანდელი მდგომარეობა მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გარკვეულწილად მოახერხეთ ის, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, კრიტიკისა, გაიარეთ ეს გზა, არჩევნებშიც მიიღეთ მონაწილეობა, ინსტიტუციურ დონეზე ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში ყოფნა არჩიეთ, ასეთი იყო თქვენი განაცხადი. ამის მიუხედავად რეალურად თუნდაც თქვენ, როგორც ბათუმის საკრებულოს წევრი, რას ცვლით ან რატომ ვერ ცვლით, ან რა შეცვლის ის, რაზეც ბონდო საუბრობდა რამდენიმე წამის წინ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ცხადია, მოცემულობა სამწუხაროდ არის ისეთი, რომ ოპოზიცია დღევანდელი საკუთარი სათამაშო ფორმით, ესეთ სპორტული ტერმინი რო გამოვიყენოთ, ვერ დაიკვეხნის და გვიან დაინახა ეს ოპოზიცია ბაჟა. არა მგონია რა ვერ დაინახა მაშინ, აი ოპოზიციამ ბევრი რამე ვერ დაინახა. კრიტიკა ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. ერთ-ერთი ყველაზე მე როგორც მოქალაქეს მაქვს პრეტენზია ქართულ ოპოზიციასთან, რატომ თავის დროზე ვერ შეაფასა ის რისკები, რომელიც შეიძლება დამდგარიყო. ქართულ ოპოზიციასთან კრიტიკა და არასწორი და არარაციონალური იქნება ამ ყველაფრის ფონზე კრიტიკა რო არ გქონდეს და ეს თვითრეფლექსია რო არ არსებობდეს, ხო? ცხადია ჩვენ არ ვართ იმ ფორმაში, რასაც საზოგადოება ისურვებდა. მათ შორის იმ ფორმაშიც კი არ ვართ, რა ფორმასაც 24 წლის არჩევნებზე ღიად ქართული ოცნების დათვლილება CSKOM 800.000 ადამიანმა ღიად დაგვიჭირა მხარი. არ ვართ ამ ფორმაში. რატო არ ვართ ამ ფორმაში? იმიტომ რომ რაღაცა წარმოუდგენელი მასშტაბის რაღაცა დაპირისპირებებამდე მივედით, ხო? აი ბონდო კი ამბობს, რომ ეხა არა აქვს უფლება, მაგრამ ბონდო პარტიის წევრები ცოტა ხნის წინ რაღაცა წარმოუდგენელი ეპითეტებით საუბრობდნენ იმაზე, რატო ვიღებდით მონადირე. აი ეს არის ჩვენ ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს ლაშა. მათ შორის დღეს ფორმაში რო არ ვარ, ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვესაუბროთ და პროპაგანდას ვაგებთ, იმიტომ რომ არ ვჩანვართ არსად. რატო ვერ ვჩანვართ? ზღუდავენ, მაგრამ ჩვენ ხო უნდა ვეცადოთ, რომ ეს რაღაცნაირად უფრო მეტად გამოჩნდეთ. რატო არ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ ეხლა ერთად მე, ბონდო და მამუკა ბათუმელებთან იმას, რომ ხვალ მათი მგზავრობა, მათი ყოველდღიურობა 2.5-ჯერ გაძვირდება. ამაზე პოლიტიკური პარტიები რატო არ უნდა ვსაუბრობდეთ? რატო არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში საერთოდ ვინ ესაუბრება ამ მომრჩეველს საკუთარ სამხარდამჭერებს ან არამხარდამჭერებს? როცა მინუსებზე ვსაუბრობთ, ერთად უნდა ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაც ძალიან ბევრია ამ ქალაქში და ჩვენ უნდა ვხედავდნენ სხვაობაში, ხო ის ადამიანები, ჩვენი ამომრჩევლები უნდა ხედავდნენ სხვაობას. წავა ქართული ოცნება, რომოვა ეს კოალიციური მთავრობა მოიკლებს ავტობუსის გადასახადი. აშენდება რაზეც თქვენ საუბრობთ? პროპაგანდა ამ შემთხვევაში ამომრჩევლისთვის ეს არის თუ არა სიგნალი, რომ რაღაც ისე ვერ იქნება, თუნდაც ქართული ოცნება წავიდეს ხელისუფლებიდან იგივე კოალიციურ მთავრობასთან მიმართებით. ჩვენი მინუსია ეს. როცა ხედავს ამომრჩეველი, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთმანეთთან არის დაპირისპირებული, მათ როგორ წარმოუდგენიათ შემდგომში კოალიციური მთავრობის ფორმირება თუნდაც? კი, ლაშა ნახეთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ბევრი გზა რაც გავიარეთ, იყო შეიძლება არასწორი. ნაბიჯები მათ შორის იყო არასწორი. ის ფორმა რაც ავირჩიეთ, ბრძოლის რაღაცა ფორმები, ხო, რაც ავირჩიეთ, იყო არასწორი. რაღაცებში ეს მოცემულობაა საკუთხაროთ, იმიტომ რომ ის მუხტი, ის დუღილის ტემპერატურა ამ ქვეყანაში აღარ არის მესმის, რომ ქართული ოცნების წლეხვა რაღაცაირად იმუშავა, მაგრამ ჩვენ პოლიტიკოსებმა იმ ადამიანებმა, ვინც უნდა ვიყოთ ამაში ღიად რაღაცა ოპინიონ მეიკერები უნდა ვიყოთ, ხო, ამ საქმის ჩვენც კი არ გვაქვს რაღაცა, ჩვენც კი არ ვართ ფორმაში და ჩვენც კი რაღაცნაირად შეგვზღუდეს და ამიტომ ჩვენგან უნდა მოდიოდეს ეს და ეხლა ჯერ მესმის რომ მაქსიმალურად მოგვიჭირეს მესმის რომ მაქსიმალურად დიქტატურაში საუბარს არავისარუშლიან და ჯერჯერობით ამ ქვეყანაში როგორ არ გვიშლიან დღეს არა ამომრჩეველთან საუბარს გორდულ ხო და ეს ყველაფერი რა არის აბა ლაშა რას ქვია არ გვიშლიან არ გვიშლიან კი არა აგძალვას გვიპირებენ მეტი რანაირად უნდა დაგვიჭარო რა ბოლოს სხვა რამეზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში ვაჟა
ამომრჩეველს ამას არავინ არ უხსნის. როდის იყო თქვენი პარტია ხო და ასული ამას ვამბობ. აჭარის მაღალმთიანეთში და სულ როდის ჩვენ როცა აუხსენით? შეგვიძლია არ ვიცი, სხვა პარტიები მაგიტო თუნდაც, ვამბობ ჩვენ რაზეც ახლა ჩვენ ლაპარაკობ. ინსტიტუციურად პარტიები უნდა გადავრჩეთ, უნდა ვიყოთ უფრო ფორმაში, უნდა ვიყოთ იმ რაღაცნაირად შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა ვიყოთ ინსტიტუციურად ძლიერები, რომ რაღაცნაირად ჩვენი დღის წესრიგი გქონდეს. სამწუხაროდ გვაქვს თუ არა ეს დღის წესრიგი, რო ვკითხულობთ, რა ვიცი, მე ბონდო და მამუკა შეიძლება ერთი თვე არ მინახავს და არ არის ეს დღის წესრიგი. ჩვენ უნდა შევძლოთ ერთად პრობლემებზე საუბარი. უნდა ხედავდეს საზოგადოება, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ტარიფების გაძვირებაზე ბათუმში, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, ხო? ვსაუბრობთ იმაზე, რომ უცხოელებისთვის მიწა თურმე არ იყიდება, მაგრამ გონიოში განსაკუთრებულად კაი მიწის ნაკვეთები იყიდება თურმე არაბებზე და ამაზე ერთად ვილაპარაკოთ, პროპაგანდას დაუპირისპირდეთ ერთადო და რატოა პრობლემა იმაში, რომ ყველამ ერთად ვისაუბროთ იმაში, რომ ეუთო ოდირმა მოქმედა მოსკოვის მექანიზმი ქართული ოცნების წინააღმდეგ. რა უნდა ამაზე საუბარს, ხო? ჩემ ხედავს ერთად რო ვისაუბროთ ამაზე. ძალიან და მოკლე იმას გავაკეთებია. ხარი არა ვარ ჩვენ ახლა რაღაცა კუნთების დემონსტრირების ფორმაში ნამდვილად ჩვენ არა. უნდა დავაახლოვოთ ჩვენი პოზიციები, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან და ეს თავარი ამოსავალი ამის უნდა იყოს, რომ ჩვენ ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ, რატომ არის ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანი და რატომ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ეს ყველაფერი დათმოს. თუმცა ჩვენ მაგალითად პოლიტიკური პარტიების გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი საქართველოში არ დგას ვარდუნაშა. პოლიტიკური პარტიები საქართველოში ჩათვალე რომ აღარ არსებობს, ვერ შეძლებს ვაჟა დარჩია ამ კუთხით იმ შედეგზე გასვლას, რასაც დაუშვათ ხვალთვისზე დანიშნული განცხადება. აი, გეტყვი რატომ? აი, მიდით თქვენ აი მიხვალ თქვენ ამომრჩეველთან, აი თქვენ გახსნილად, დაუშვათ ხარდაჭერთან, იმას სუსი დააჯდება. ანუ აი აქ სხვა მოცემულობაში ცხოვრობს და უნდა ვიყოთ და მე დაგიბრუნდებით ამაზე საუბარი. რატომ მივიდა ოპოზიცია და არსებობდეთ პოლიტიკური პარტიები. თქვენ დაიწყეთ სხვათა შორის საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით და გადავედით ამ კითხვით ბონდოსთან, იმიტომ რომ უნდა გადავსულიყავი ისედაც. აი, სად არის პრობლემა? რა ვერ გათვალოთ? თქვენ სხვათა შორის წარმოადგენთ იმ პარტიას, რომელიც თავის დროზე, თავის მშობლიური პარტიიდან წამოვიდა იმის გამო, რომ მეტი გამჭვირვალობა, მეტი დემოკრატია და მეტი სიახლოვე, ასეთი იყო ლოზუნგი ყოველ შემთხვევაში წამოსულების, უნდა ყოფილიყო ამომრჩეველთან და ხალხთან ერთმანეთში და ზოგადად პოლიტიკურ ველზე. მოკლედ, რა ვერ გათვალეთ? გეტყვით, რა ვერ გავთვალეთ? ბონდო და მეთანხმება ვერ გავთვალეთ კი არა, მოსული არ იყვნენ ესეთი ხელისუფლებაში, გათვლილი გქონდა და ვიცოდით ვინ მოდიოდა. ამიტომ ვერ გავთვალეთ, ვერ ჩავეთანხმები. კომპლექსური არის, ბატონო ლაშა, ის ყველაფერი რაც თქვენ შეკითხვა დასვით. ეს არ არის ერთი რაღაცა რაღაცის გამო, ან მეორე რაღაცის გამო. ჯეროთი ჩვენ რომ წამოვედით მიზეზებს კარგი დავანებოთ თავი. არა, ამაზე არ ვსაუბრობ. არა, მესმის, ისე მინდა გითხრათ რომ ავად თუ კარგად ყველაზე უკეთესი შედეგი გქონდა ჩვენი მარჩევნებზე, რომელსაც არ ვაღიარებ ჩვენ ყველა ერთად. ხო, ნუ რაღაცა ვიღაცაზე მეტი გავაკეთეთ. ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ იდეალურები არავინ არა ვართ და მათ შორის არც ჩვენ. ნუ ეს სხვა ამბავია. ეხლა ნახეთ, მე შორიდან მინდა დავიწყო მთელი აი ამ პროცესის ოპოზიციის ნუ თქვენეული ხედვით არ გიკადრებიათ, მაგრამ უნარობის ამბავი. ხო, მე არ მithქვი. არა, მესმის, მაგრამ ქვეტექსში მაინც თუმცა ოპოზიცია დღეს ქვეტექსში ჩანს. ხო, ნახეთ ამბავი როგორ არის. ნუ იმიტომ კი არა რომ მე ისტორიკოსი ვარ და ისტორიის მოქმედი მასწავლებელი. ისტორიულ კონტექსტში განსაზღვრავ ამას. ამ ქვეყანაში, საქართველოში, ქართველი ხალხის, ქართველი მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების ქიმიური დაწამლვა მოხდა ორჯერ. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა საოკუპაციო ჯარების მიერ და ჩვენს თანამედროვე ეპოქაში გასულ წელს და იმის წინ წელსაც და რამდენჯერ კაციშვილმა არ იცის რუსული საოკუპაციო ქართული რეჟიმის მიერ. ეხლა თქვენ მეუბნებით რეჟიმს, რომელსაც შეუძლია საკუთარ მოქალაქეებს ესროლოს დათვის ტყვიები
ჩაიდინოს საერთაშორისო ადამიანის ჰუმანიზმის მიმართ მიმწეული მაგიდან დანაშაული. ერთიან იმას ერთი არა, მივალ, გახარია რა შუაშია კაცო. გახარია არც თავის დროზე ყოფილა და არც ახლა არის იგე რა წასული, იქ რა საცხა იმაში რაიხსტაგზე ეთყობა შეტევას აკეთებს კანდარიასთან ერთად, არ ვიცი. ხო, ნუ გახარია აქ არა მთავარი. მთავარია იმ ხელისუფლებამ, რომელმაც ის ანალოგიურად ის გახარია ნასვლას იმისა, რომ შინაგან საქმე და მინისტრობიდან გადაეყენებინა და პასუხისგებაში მიემცა პრემიერად მოგვივლინა პირველ ადამიანად და თურმე მერე deep state იყო მე არ გამიკვირდება ბიზინა ივანიშვილი რომელიღაცა შაბათის მომდევნო კვირას გამოაცხადებს რომ ხალხო deep state ვარ და მიშველეთო ეს აბსურდში ვარ თქვენ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური ოპოზიცია ფაშისტური გერმანიის პირობებში და საბჭოთა რეჟიმის პირობებში საბჭოთა რეჟიმი რომელმაც ვიცით რომ მალენკროვით ტრუსკით ბუხარინით ჯინოვინით ყველას განადგურა ხალხი რომლებიც იყვნენ იმ კომუნიზმის პირში ამ ფონზე რა ეშველება ამ ფონზე რა ეშველება და ჩაუბარდით მამუკა თუ რა ხდება მე დაგიფარო აბა ეხა ისევ ლაპარაკობთ რომ არაფრის თავი არ გვაქვს და არ ვაკეთოთ არაფერი ეგ არის ერთი წამით ბატონობაში თქვენ როცა საუბრობდით გლობალურ საკითხებზე ტარიფებიო იზახოთ ტარიფები მეათასე ხარისხოვანია ამიტომ მასალე ძალიან ხო ჩემ მეგობაროს ვიბაძო კაცო არავის არ ჩაუბარდი აქ ჩვენ საუბრობთ აქ გამოსავალზე ვეთანხმებით თითოეულ ჩემს მეგობარს თანაპარტიას ისტორიულ კონტექსტზეო და ისტორიულად არ ჩაუბარები ვართ არავის და არც ეს არ უთქვამს ეხლა მადლობა თანადგომისთვის ბონდო ჩემოსმაო მაგრამ ნახეთ ერთობას როცა ვიზახით ჩვენ ეს არ უნდა იყოს რაღაცა ეფემერული ერთობა ერთობა რის ირგვლივ მე წეგან ვახსენეთ თქვენ მითხარით და ვიმეორებ განმეორდები არის როგორც ჩვეულებრივად რომ მოსახლეობა მიხვდეთ ჩვენი საუბარი და ტერმინებით არ დავამტვრიოთ რატომ ვერთიანდებით მხოლოდ იმიტომ რომ ოღონდ ბიზინა წავიდეს ჩვენ ესეთი გაერთიანებები გქონდა ოღონდ ზრიადი მოგვეცილებინა და იარაღი ვესროლეთ ჩვენ სამშობლოს ოღონდ ედუარდი მოგვეცილებინა და სწორადაც ვფიქრობდით და შევძელით კიდეც ოღონდ მე მიშა მოეცილებინა ვიღაცას და სარიცხის მანქანები დაედგა სახლში. ახლა ოღონდ ბიზინა მოვიშოროთ და რა მე მამუკა რომ მოვა ვაჟა და ბონდო რა ამითი რა მოხდება რას ვეუბნებით მოქალაქეებს აი ნახეთ კონტექსტი რა არის როდესაც ჩვენ მაპატიეთ სლენგისთვის არა ვარ ის ადამიანი მაგრამ მოსახლეობას მინდა გავაგებინო აი როდესაც გვთავაზობენ იმ სიაფანტ დებატებს ხელისუფლება რომელიც ჩვენთან არ დაჯდება რა თქმა უნდა სადებატოდ იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რომ დაჯდეს თქვენ დაჯდებით მე ვფიქრობ რომ არ უნდა დავჯდეთ იმიტომ რომ ისინი ერთი სიტყვით არიან შემოფარგლები deep state სოროსი უბედურობა ჯანდაბა ოხრობა სხვას მაინც ომი გინდა ომის პარტია და ასე შემდეგ ამიტომ ესა აი დებატები საჭიროა ჩემში ბონდოში ვაჟაში კენოში და ასე შემდეგ ჩვენ რომ ვერთიანდებით რისთვის ვერთიანდებით ის რომ ბონდოს მისმა ლიდერმა განაცხადა კი ბატონო არა კარგია იგი ამიტომ ვერც ერთი ჭუათმყოფელი ადამიანი ვერ იტყვის და არ იტყვის იმიტომ რომ გაერთიანება არის ცუდი ოღონდ რა ფორმით რა შინაარსით რა იდეით ვერთიანდები რის ირგვლივ ვერთიანდები მე მაგალითად პირობითად ძალიან დიდ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცუდი მაგალითი სამეფოს და ეს ჩემი აზრია არც პარტიის და თან იმდენად გაბედული ვარ რომ არ მეშინია ძალიან დიდ ტრაგედიას იმაში კი არ ხედა რომ სტეუ და თესოერთან შეერთება არა თუ კი სწავლების დონე აკადემიური დონე და ასე შემდეგ მაღალი იქნება მაპატიეთ მაგრამ თესოუს კურს დამთავრებული გახლიჩავს ატომს იმაში ზესაში თუ რა ქვია ბესეუს ამას მნიშვნელობა კი არა რამდენად ავტონომიურია და დამოუკიდებელია ეს სასწავლებლები შეიძლება ბონდუ ამაში არ მეთანხმება და ამიტომ ჩვენ გავშალოთ უნდა ეს დებატები რომ პირობითად კოალიცია ახლებს განათლების რეფორმა ესე ესმით ჯანდაცვის რეფორმა და კაპიტალ დაბანდების აგერ ბატონ ლელოს ესმით კითხოთ აბა რას გთავაზობენ ბონდოვს კითხოთ თავად ბოლომდე და აი ნახოთ უნდა მაგრამ ჩვენ მანამდე კიდევ ერთხელ ვამბობ სხვა საშინაო საფრთხე გვაქვს იმ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი აქ და უნდა ვეზებოთ გამოსავალი სწორად როგორ შევძლოთ
ამათი ჩანაცვლება, ამიტომ გჭირდება ჩვენ დიალოგი, საჯარო, ხმამაღლა, პირდაპირი ღია ხალხთან გესაუბრებით, მაგრამ ბატონო ლაშა, მხოლოდ იმაში ვერ დაგეთანხმებით თუ ახლა რომელიღაცა პარტიის წარმომადგენელი ბეშუმში არავი და გოდერზე და პაცხანაყანებში გვივლია ჩვენ, მაგას გვივლია და დამიჯერეთ ეს არ არის მხოლოდ გამოსავალი. გამოსავალი არის საქართველოს მოსახლეობამ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გაიგონ, რატომ არის დასავლეთური ცივილიზაცია ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესი და რუსეთი ეს უნდა ესაუბროთ ზუსტად თქვენს ამორჩეულს, მე ეს ვიგულისხმებ ბატონ მამუკა. სხვა არაფერი. მადლობა. დაგიბრუნდებით. ბონდო, მიხეილ სააკაშვილის 22 იანვრის მოწოდება ერთიანობისკენ ბატონი მამუკა ახსენებდა რის ირგვლივ ერთიანდები ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთო პირველ რიგში შეთანხმებულიო. როგორ წარმოგიდგენიათ ეს ერთობა აჭარის რეგიონში მეტნაკლებად ერთობა არა, მაგრამ თანამშრომლობის კარგი მაგალითები გვახსოვს ჩვენ მათ შორის არჩევნების პერიოდში, ხო? და შემდგომ პერიოდშიც, თუმცა შემდგომ ეს პრაქტიკა რატომღაც იქნა მივიწყებული და ახლა ვხედავთ რა მდგომარეობაც არის. როგორ წარმოგიდგენიათ ეს ოპოზიციური ერთობა და ვინ წარმოგიდგენიათ ამ ერთობაში? მოდი ამაზე ვისაუბროთ. მიხეილ სააკაშვილს ეს ამაზე მხოლოდ 22 იანვარს არ უსაუბრია. არა, ზოგადად, მაგრამ ეს იყო ბოლოს ძალიან ხმაურიანი განცხადება პრინციპში. 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ თუ იქნება საყოველთაო ერთობა, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო ნომერზეც კი უარი უნდა თქვას და ლოტოტრონის პრინციპით ამოსული ნომრის ქვეშ უნდა გავერთიანდეთ. რაც ვფიქრობ, რომ ნამდვილად სწორი იყო მაშინ დღევანდელმა ჩემი შეფასება ეს და კოლეგების აზრს არ ვახმოვანებ ამ შემთხვევაში. ეხლა მამუკამ ისტორიული შეფასებით დაიწყო და იგივე ისტორია კარგად გვასწავლის, რომ საქართველოში მაშინ როცა ყველაზე უფრო მეტად ეგონა რომ მტერი იყიდებდა ფეხს და გამოსავალი არ იყო, ქართველი ხალხი ახერხებდა ყოველთვის გაერთიანებას და მტერს ვამარცხებთ და ამის ახლა ისტორიულ მაგალითებზე საუბარს არ დავიწყებ და არც მაშინდელი ჩვენი ძლევამოსილი მეფეები არ კითხულობდნენ რომ ვის მოუწონვარ, ვის არ მოუწონვარ, ქუძე კაცზე დაძახება როცა იყო, ყველა მათ შორის იქ განდეგილი თავადი თუ დაპირისპირებული მეფესთან ოჯახები და ასე შემდეგ, ყველა გადიოდა ბრძოლის ველზე და ჩემთვის მაგალითად ერთობა თვითონ სიტყვა მიმანიშნებს, რომ ამას მარტივად მისაღებია და მარტივად უნდა მიუდგეთ რა. ვეთანხმები ერთსაც, მეორესაც კოლეგებს, რომ რაღაცის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ, ოღონდ ამ რაღაცამდე ჯერ ბევრი რაღაცაა მოსაგები და გასამარჯვებელია. და ჩვენ მაგალითად ჩემი შეფასებით ადამიანებს ის უნდა დავაჯეროთ და იმაში უნდა დავარწმუნოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი მიუხედავად ამ რეპრესიული კანონებისა, გაზრდილი ჯარიმებისა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ საშიში აქციაზე გამოსვლა ქიმიურ მომწამლელ ნივთიერებასთან დაკავშირებით ისაუბრა მამუკამ, მიუხედავად ამისა, რატომ არის თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და რატომ არის თუნდაც პატიმრობა მისაღები და მათ შორის საკუთარი სიცოცხლის გაწირვაც კი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ერთობას, რა თქმა უნდა, არც ერთი წინააღმდეგი არ არის, ალტერნატივა არ აქვს და უფრო მეტიც, ჩვენ ყოველთვის სირთულეში გადაგვაქვს, როცა ვჩდებით ერთმანეთთან სასაუბროთ და რაღაცებს უფრო მეტად ვართულებთ და ერთმანეთსაც კი ერთმანეთში საერთოდ ოპოზიცია ვაჟა თქვა ერთი თუ არისო არ მინახავსო აგერ ჩემი კოლეგა მეგობრებიო და ზოგადად რატომღაც ეს დიალოგის ფორმატი არა მარტო ხელისუფლებასთან ოპოზიციაც ერთმანეთში აღარ საუბრობს ისე აქტიურად როგორც წინა პერიოდში თუნდაც. ნახეთ, ლიდერები პარტიების ხო ბევრი ტყვეობაში არის და მათ შორის ბევრი რაღაცა რთულდება, თუმცა საუბარს წინ ალტერნატივა არ აქვს. მე რას ვამბობ? როცა საუბრობთ ერთმანეთს რაღაც ზედმეტი ულტიმატუმის ენით ერთმანეთს აღარ უნდა ვესაუბროთ. ნახეთ, არ არის პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ წარსული. თუ ჩვენ მომავლისთვის ორიენტირი არ გავაკეთეთ და ხვალ რა გვინდა ამაზე ერთმანეთს ხელი არ მოვკიდეთ, მუდმივად აი ქართული ოცნების კრიტიკა რამდენიც გინდა აკრიტიკე, იცის საზოგადოების ნაწილმა, ვინც პროდასავლური ის არის, რა ქვია, მომხრე და უნდა რუსული რეჟიმის მოცილება, ყველა მიცის რისი გამკეთებლები არიან ესენი. თავარია რომ ვინც იცის ამ ხალხის მობილიზება შეუძლოთ ჩვენ. ჩვენი სწორი მიდგომით და სწორი საუბარი. მადლობა. ვაჟა, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ერთობა და ზოგადად
თქვენ კოლეგები ხას უსვამენ იმას, რომ ამ ერთობის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. ხო, ცხადია. ხო, მნიშვნელოვანი ცვლილებები, ფაქტორია რომლისთვისაც მიდიხარ. ისტორიულ კონტექსტზე ისაუბრა მამუკაცდა ხო ამ ქვეყანაში ცვლილებები ხდება მაშინ როცა ის ადამიანები ვინც ხელისუფლებას არ ეთანხმებიან რაღაც ზონაზე ერთმანეთში კოორდინირდებიან ხო მაგალითად ეხა ჩვენ გვაქვს ეგ მოცემულობა რომ კი ერთობით ოღონდ ეს ჩვენ პოზიტიური სიტყვაა თავისთავად თავში პოზიტიური სიტყვაა ხო ოღონდ პოზიტიური სიტყვაა და ამიტომ გავერთიანდეთ არა რაღაცები ერთმანეთთან უნდა გავიაროთ უნდა ვიცოდეთ რაზე ვერთიანდებით და მაგას ვამბობდი მე წეგან ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ბრძოლის ხაზი გვაქვს ეხლა, რითაც ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას ველაპარაკოთ, რომ მათ შორის დებატების ფორმაც რო ამბობ, მე მამუკანსგან განსხვავებით, შენს ეთერში და ყველგან ქართული ოცნების წარმომადგენლები სადმე თუ გვიყურებენ, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, რა ფორმატით გინდათ, წელში გამართულიც ვარ, მორალურად თქვენზე ძლიერადაც ვარ, არგუმენტები, ფაქტები საჩემოა და ყველგან დაგელაპარაკებით, კამერის გარეშე ინსტიტუტ ყველგან სადაც შეგიძლიათ რომ ჩვენთან შემოხვიდეთ კომუნიკაციაში და გვითხრათ რა როგორ წარმოგვიდგენია იმ ყველაფერთან დაკავშირებით რა თქვენ ჩაიდინეთ პირადად თქვენ გაქვთ ეს ამიტომ მე რაც შემიძლია ყველგან ვახერხებ ვცდილობ რომ ეს ყველაფერი გავაკეთო და დამატებით უნდა გაჩნდეს ეს სივრცეები და ველაპარაკოთ ადამიანებს ყველგან ჩაგეჭრებით კი ბატონო ჩამეჭერი ქართულ ოცნებასთან დებატები წარმოიდგინეთ ძალიან მარტივად ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი თამაში მაპატიეთ ბარბარიზმისათვის სტოპიატი სადაც ჩვენ მხარეს ვართ ლიონელ მესი და აქეთ მხარეს არის ბექა გოცირიძე რომელმაც დაარღვია 4 ბექა გოცირიძე რაც არ უნდა ძლიერი იყოს ლიონელ მესი 4 ფეხბურთელის წინააღმდეგ სტოპიატში ვერ გაკაჩავს იცი რატომ იმიტომ რომ თუ ისინი ურტყამენ და მაპატიე ზელს ახვედრებენ ან ხარისხან 45-ია და 105-ია და გოლი გააქვთ და გიგებენ 4-ნი არიან სისულელია რაზე უნდა დებატო არა ეგ დემოკრატიას მაშინ რაღაცა ხას უსვამთ ყველგან ანუ სადაც მეტი იყო გადაუსვენ ვაჟა არა ჩვენ არ უნდა ვქნათ ეგ ამბავი რა უხნათ ანუ უნდა ქართულოს საკრებულოში დონკიხოტებად არა ჩვენ უნდა ველაპარაკოთ მამუკა ყოველთვის ამ ქვეყანაში არსებობდა უმრავლესობა უმცირესობა არადროს უმცირესობას უმრავლესობა არ მოწონდა მაგრამ გავიბუტეთ აღარაფერს აღავშვებით არ არის გამოსავალი ლაშა თუ მოახერხებს იმას რომ ქართული ოცნების ნებისმიერ საჯარო პირთან მე მქონდეს საშუალება ისე რომ ვესაუბრო მე პირდაპირ გეუბნებით რომ მე და ჩემი პარტიის წევრები მზად ვართ ამისთვის საზოგადოებას ეს სხვაობა კიდევ ერთხელ დავანახოთ მამუკა საზოგადოებას სხვაობა უნდა დავანახოთ ყველგან ანუ ბატონი მამუკასგან განსხვავებით თქვენ დებატებისთვის მზად ყველა ფორმატში მზად ვარ მე ქართული ოცნების წევრებთან დებატები მორალურად ყველა წელში გამართული ვარ მათთან შედარებით ბევრად დებატის ნებისმიერ ველზე კიდევ ვაჟა შემოგეულე მე სწორად მე არ ვიზახი იმას აპრიორი ჩემი იდეა არის 100%-იანი და ბელადობას არ ვიჩემებ მაგრამ პირველი რიგში არა მე მგონი ჩვენ არ ვკამათობთ უბრალოდ ერთობის სტატუსსაც გამოსაზრდოთ ერთობაში რა გვინდა თუ არა არის სიცილებს ვებზოლოთ დროის ფუჭი ბლანკვა ხალხო ისევე როგორც ფუჭი ბლანკვა იყო იმ წინ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა და დამტკიცდა ეს და ეს არის და ეს ოღონდ მე არ ვილანძღები ხალხი და დამტკიცდა პირიქით დამტკიცდა ეგ არის ამბავი პირიქით დამტკიცდა ანუ რა და დამტკიცდა რა ციფრები რიცხვები რა რიცხვები და ისეთი დაბალი შედეგები როგორიც ქართულ ოცნებამ მიიღო ავტვირთმართველობის არჩევნებზე არასდროს არსად არ ქონია ანუ ყველა ერთად რო ყოფილიყავით დიდი შანსი იყოფოგების მათემატიკა არის სწორი ზუსტი მეცნიერება ამაშია საქმე მაგაზე არ მინდა ეხა მაგაზე და მონაწილეობდა თქვენთან და 9 ხმა მიიღებდი 1 ხმას და მე მივიღებდი 15 ხმას აზრი არ ეკნებოდა იმიტომ რომ ესენი არ არჩევნებს არ გიტარებენ არც დებატები ვიცი რო არ ვიტარებენ აბა ხა თუ საგინებლად მიდიხარ და გეხარისება მე ვიცი არა რა ერთობაზე უცებ აი ძალიან მოკლედ რა აი მე არ მინდა რომ ეს რაღაცა დაპირისპირების ამბავი იყოს მე მინდა რომ ჩვენ ერთად შევძლოთ საზოგადოებასთან საუბარი იმ პრობლემებზე რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს ველაპარაკოთ ქიმიური ამბავიც რაღაცნაირად მივანელეთ ამაზეც პოლიტიკოსები აღარ ვლაპარაკობთ არ ვლაპარაკობთ იმაზე რომ ეუთომ ძალიან მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოსკოვის მექანიზმი
პოპულიზმი და ასე ვთქვათ შემოიღო კოცების წინააღმდეგ. ისტორიული ამბავია და ჩვენ ამაზეც კი ავლაპარაკობთ რაღაცაირად ჩეხმატკილებულად. ერთნაირი რაღაცნაირად ისე რომ პროპაგანდაში მაგიტო ვაგებთ რომ რაღაცა ყველა საკუთარი რაღაცეებით ვლაპარაკობთ. ხო წეღან თქვა რომ ულტიმატუმების დრო არ არის. არ არის ნამდვილად ულტიმატუმების დრო კი არა. ჩვენ უნდა გქონდეს ერთი მიზანი და მიზანი უნდა იყოს რომ ეს ხალხი აქედან წავიდნენ და მე მამუკა და ბონდო თუ ვერ შევთავხდებით მე ამ ხალხის წასვლის მერე ვინდა გავაკეთოთ იმათ მიუყოლილ ვართ უკან მე ესე ვეთქვი როგორ წავიდნენ ამაზე ხელისუფლება თუ ამ ქვეყანაში შეიძლება აი ბონდო უცებ 30 წამი რა პატივცემულო მაყურებლებო ამ ქვეყანაში ხელისუფლება რო შეიცვლება შემდეგი ხელისუფლება თუ ვერ მოახერხებს იმას რომ ქართულ ოცნებაზე კარგი ხელისუფალი იყოს მაშინ იმ თელ ერთობას ვინც არ უნდა იყოს ჩემიან სხვისიანად გავაყოლოთ უკან ქართულ ოცნებას ეს არის დღეს მოცემულობა ეს ჩვენ უნდა დაგანახოთ თქვენ და უნდა ვიღებდეთ რაღაცაირად უკუკავშირს ეგ არის ამბავი დღეს რა ვაჟა ახალგაზრდა კაცია და მაშინ შეიძლება არც ვიცია ვაჟა სასაკი საარჩევნო უფლებაც არ ქონდა აქტიური საარჩევნო უფლება 2012 არა 12-ში მქონდა კი ბატონო უბრალოდ რაზე ვამბობ მაშინ ამბობდე რომ ბიზნეს ჩვენო როგორცო მოვიყვანო ისე გადავირჩევთო მაგრამ ვეღარ ირჩევენ ეს ადამიანი ერთი საჯარო კითხვა მინდა დავსვა ის ბალია რომ პორტირდნელი იმის გამოარო საჯარო კითხვა მინდა დავსვა ბატონო ლაშა რა ამასთან თუ საერთოდ საჯარო კითხვა მინდა დავსვა მათ შორის საზოგადოებისთვის რა აი ამ ყველაფერთან ერთად წლევანდელი აბიტურიენტების მშობლები რომლებიც უყურებენ მე-12 კლასიდან მე-11 კლასზე დაბრუნებას და რომელიც პირდაპირ ბოლონის საგანმანათლებლო პროცესის მოწინააღმდეგეა ყოველგვარი თემით ამ მაგრამ ხელისუფლება გეუბნება რომ დაავტოვებო ამ მე-12 კლასსო და გინდა იარე გინდა არა ხოლოდან ბათუმში ჩამოვა არ არის არა ხო და მაგას ვიზახი აი ამ პრობლემებს რომელიც თითოეულ ოჯახში ხ ნახეთ წლების მანძილზე როცა მამუკამ თქვა დავიწყეთ ჩვენ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ რომ ამ თემებზე ჩვენ არ ვსაუბრობთ ვისაც არ ეხებოდა ბატონლაშა ვისაც არ ეხებოდა ხო არავინ პროტესტი გულთან არ მიიტანა მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი იმიტომ არის რაც არის დღეს საქართველოში იგივე თუნდაც არასამთავრობოების კუთხით და ასე შემდეგ სანამ კონკრეტულ სფეროებს არ შეეხო ბიძინა სრულიად მანამდე პროტესტი იყო ნაწილობრივი რა ჯერ იყო და ყველა მიტინგი იმართებოდა ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით თბილისში და სხვადასხვა ქალაქებში მერე იყო და შეეხენ იქ ექიმებს თუ ასე შემდეგ შემოვერ მერე იყო და ეხლა 28 ნოემბრიდან პროტესტი იყო აბსოლუტურად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებული 28 ნოემბრის მერეზე დიახ და აი ეხლა აი ამ პრობლემებს ყველაზე რო შეხებული არის ეს პრობლემა ეს არის საინტერესო აი ვაჟამ ისა ბონდომ ძალიან კარგი თემა წარმოჭრა დაასრულეთ ბონდო და ბატონ მამუკას კითხავდა ამით ჩვეულებრივად ადამიანებს ხო დასავლეთისკენ ახალგაზრდებს ოფიციალურად უჭრიან გზას და როგორ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში არცად აღიარებული ქართული დიპლომი არ იქნება და ან თუ იქნება იქიდე დამატებით ერთი წელი დემაგოგია არისო ხელისუფლება გვეუბნება არ ვიცით როგორ იმუშავებს ეს თეთრი შავზე დაწერილი ამბავია ეს და ან კიდევ ერთი წელი დამატებით ხარჯები უნდა გაწიონ იქ ახალგაზრდებმა რომ მოსამზადებელი პერიოდი გაიარონ და მეერე უნდა ისწავლონ და იმ ნასწავლი ამ რუსულ რეჟიმთან დაბრუნება ითვისა ის პროტესტი მუხტი რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ 100,000-ობით ადამიანი იყო ქუჩაში გამოსული, ხო? რატომ ვერ ახერხებს დღეს ოპოზიცია, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლის გამოყვანას პროტესტის დროს? ბატონ მამუკა, როგორ უყურებთ ამ პროცესს და რაზე უნდა ელაპარაკოს დღეს პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები საკუთარ ამომრჩეველს, ამაზე ალბათ ნაფიქრიც გაქვთ. ჩვენ ფაქტობრივად ყველა ჩვენთაგანმა ნაწილ-ნაწილ ამბავს გავეცეთ პასუხი. იმიტომ რომ როდესაც ამომრჩეველია მაინც სეგმენტურად ასე ვთქვათ, ხო? ამ მოსახლეობა, რომლებიც თვითდინებით გამოვიდა იმ უდიდეს საპროტესტო აქციებზე, ჩვენ და სამწუხაროდ ალტერნატივაში ვერ უჩვენეთ და ვერ დავაჯერეთ რისი გაკეთება გვინდა, რატომ გვინდა და როგორ გვინდა. იმიტომ რომ არაერთობის ამბავი იყო. არაერთობის ამბავიც იყო გარკვეულწილად
გარკვეული ტიპის დაპირისპირებების, რა თქმა უნდა, მას ხელი შეუწყო იმ რეპრესიებმა და ხელისუფლების მიერ განხორციელებმა ანტიდასავლურმა პროპაგანდამ, რომლებიც არის გარყვნილებად და უბედურებად სახავდნენ ევროპულ მომავალს, როდესაც პირიქით ჩვენი ხსნა იყო და ეს დღემდე მიმდინარეობს ეს პროგრამა. მე არ ვარ ადამიანი და არც ერთი ჩვენთაგანი, რომელიც ყველაფერს სხვას დააბრალებს. ჩვენი დანაშაულები და თუნდაც ჩვენი პრობლემა ის არის, რომ კიდევ ერთხელ მაპატიეთ არც ვაჟაშვერში, რა თქმა უნდა, არც პიროვნულად და მათ თავისი პოლიტიკური ხედვა ჩვენ სამწუხაროდ ვერ შევძელით მათი დარწმუნება, რომ არ იყოს სწორი არჩევნებზე გასვლა და იმათმა ვერ შეძლენ ჩვენი დარწმუნება, რომ გავსულიყავით. მიხვდით, რაღაცა ოქროს შუალედი ვერ ვნახეთ, ამიტომ ძალიან კარგი პასაჟი იყო ახლა თქვენი მხრიდან. ეს ფაქტია, ეხლა ჩვენ თუ ამას არ ვაღიარებთ, თუ რაღაცა შეგვეშალა, რაღაცა ჩვენი ბრალი იყო, სადღაც გადავაჭარბეთ, სადღაც დავაკერით. ისიც რა, ბატონოლაშა, აი მე მახსოვს, მე ბონდოს გულისტკივილი მესმის და სწორად თქვა, ნუ მე არ ვიყავი კომუნისტი, არ ვიყავი ებრაელი და ასე, არ მინდა გარგანათლოთ, ჩემზე კარგად იცით. აი მე და ბონდოს რომ გვარბევდნენ, გვიგინებდნენ სულს, გვაფურთხებდნენ სულში, გვაკავებდნენ, მაშინ არც ეგრეთ წოდებული მაპატიეთ ჯენზი და არც კიდევ სხვა არასამთავრობო და ასე ჩვენსკენ აპირიქით. აი ნაცები. რა თქმა უნდა, ქართველი ერი, ბრძენი ერია და ასე ადვილად არ ტყურდება და სწორედ იმ ჩაფიქრებულობის ბრალია ჩვენ რომ ვერ შევთანხმდით სწორად რაღაცეებზე და რაღაცები რომ დავაკელით. ამიტომ იმედია ჩვენ ახლა არ ვთვლით არც ერთი ჩვენთაგანი უბრალო ასე ვთქვათ მხოლოდ აქტივისტად, თორე რა თქმა უნდა ყველა ერთ-ერთი პატარა ჭანჭიკები ვართ, ჩვენ ვფიქრობ დღეიდანვე უკვე შევძლებთ იმ კოორდინაციას, თუ რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ, რისთვის ვაკეთებთ, რის ირგვლივ, რა იდეის ირგვლივ, ბელადები მაგრამ ნახეთ ერთი რაღაცა აი ნახეთ ცინიზმი რა არის ხელისუფლების, ხო? ეხლა რაც არ უნდა მიშა სააკაშვილის მეხოთმეტ გამომიყვანონ, ბელადო მანად, წარსულის ვერ დავიწყებათ და ასე შემდეგ. ელემენტარულად საქართველოს პრეზიდენტს 9 წლის განმავლობაში ნამსახურებს საქართველოზე ავად თუ კარგად, ვისთვის სუდად და ვისთვის კარგად ედავებიან 9 მილიონის გადამეტებას და ადამიანს 18 მილიონი ნაღდი ფული სახლში უნახენ და უკრებები. დოლარში, ოღონდ, იქ 9 მილიონაზე. ეგ დათვლილია. მე ჩემი სახით ვიტყვი, შეჯამების რეპლიკის სახით ვიტყვი, რომ ხალხს უნდა კონდეს ჩვენი იმედი და ჩვენ გვაქვს ხალხის იმედი. ისე ამობრუნდება ქართული ოცნება და ისე დაამთავრებს ხელისუფლებას, სახელმწიფო სადავეებს ისე ჩამოშორდება, რომ მათაც კი გაუკვირდება და ეს პროცესები არ არის შოუ. აუცილებლად ეს უნდა იცოდეს საზოგადოება. რეპლიკა და ვასრულებ. მათ შორის კოლეგებთან და მათ შორის ხელისუფლებასთან თქვი, რომ არანაირი კომპლექსი მე საუბრის არ მაქვს პირადად და არც ჩემ პარტიას მათ შორის. რაც შეეხება სხვაობებს, ხო, ჩვენ უნდა ვნახოთ სხვაობები, უნდა ვანახოთ სხვაობები, მათ შორის ხალხს და ამაზე რაღაცა გვაქვს ამის შესაძლებლობა და თვითონ აკეთებენ ამას, ხო, ლაშა. ანუ დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თქვათ იგივე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეიძლება იყოს ერთი სუბიექტი, მაგრამ ხალხის ზალა და ქართული ოცნება სხვადასხვა სუბიექტი უნდა იყოსო. ამას გვეუბნებიან. ეხლა დღეს ქართული ოცნების წევრები და ეხლა ამას თუ ჩვენ ხალხს ვერ ვაჯერებთ, ჩვენში ვნახოთ ეს პრობლემა და ჩვენ ველაპარაკოთ. ჩვენ რა უნდა ვცდილობ მე და ვეცადოთ მაინც ეგ არის ამბავი. მადლობა ყველა თქვენგანს იმისთვის რომ იყავით ჩვენთან ერთად და საუბრობდით იმ თემებზე, რომელზეც დღეს გაკეთდა აქცენტი. ბონდო თედორაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ვაჟა დარჩია ძლიერი საქართველოს ლელოს წარმომადგენელი და ბათუმის საკრებულოს წევრი და კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი მამუკა კობულაძე იყვნენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი მთავარი აჯარაჯი და მთავარი თემები. ერთმანეთს კვლავ სამშაბათს ისევ 21 საათზე შევხვდებით. მე დროებით გემშვიდობები. ნახვამდის.